still my heart won't leave me be, won't give me time to think. Can you feel that calm as we start? დიდი ხანია ამოსვლა მინდა მოვალ, მაგრამ რა ვიცი, თავი ვერ მოვაპირა. არა უშავს. თავარია გინდოდეს. უკეთ ხარ? სახლში როგორ? ელენე როგორ აქვს? სუდაც, მამა. სუდაც. პატარა ამ ხელა განსასწრებისთვის. თავიდან თითქოს უმკლავდებოდა. იქეთ მომხნევებდა. მაგრამ ეხლა ვატყობ რო უჭირს. ძალიან უჭირს. მაშინ ვერაცნობიერებდა. ახლა უკვე ხდება რას დაემბრძ. უფრო სამართლიანი არ იქნებოდა მარიამის მაგევრად, მე რომ მყდარიყავ. ეგ ჩვენ არ ვიცით. შევწოდე მამა, რომ საიდან ან როდის მოვიდა, მართლა არ ვიცი, მაგრამ ახალი ადამიანი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში. სიყვარული ცოდვა არ არის. ჩემ შემთხვევაში, მამა, ჩემ მდგომარეობაში არის. თითქოს ძალით ვისჯებ. სიყვარული სასჯელი კი არა ხსნა. აბა დაფიქრდა. იქნება ეს ის არის, რაც უფალმა განსასწრების დასაძლევად, ან უფრო მძიმე ცოდვისგან დასაცავად გამოგიგზა. მე კარგით, მამა, მაგრამ ელენე. ჩემი დანახვა არ უნდა. გასაგებია. ტკივა. მას ახლა გონია, რომ შენ დედამის უღალატ. ეგრე არ არის, მამა. არა. და პირველ რიგში შენ უნდა დაიჭირდეს. დაისვი. დაელაპარაკე. აუხსენი, რომ არაფერი იცვლება. არც მარიამთან და არც მასთან ურთიერთობაში. არაფრის გაგონება არ უნდა, მამა. უნდა. ელენეს ახლა ყველაზე მეტად იმის გაგება ჭირდება, რომ ერთ-ერთი ქალი შენ ცხოვრებაში მარიამს ვერ ჩაანაცვლებს და მის ადგილს ვერ დაიკავებს. შეიძლება გეჩხუბოს, დაგსაჯოს. მაგრამ უნდა დარწმუნდეს, რომ ის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. გახსოვდეს. ბალი ისეთ განსაცდელს არ გამოგიგზავნოს, რომელსაც ვერ გადალახ. რამალე დაიტანა? ძალიან ჩქარატენი შენი. ой, არ წახვიდა რა. მარცხანა. თხა. გახვეწა. ერთი თვე არსად არ მივდივარ და მე ვნახე. ხო და იმ მაგმერეზე გეუნები ზუსტად რა. ვიჩვევი ხოლმე ჩემთან ერთად რო ყარ და მე რაღაც უფრო იმედიანად ვარ და ეხა ის უმტოვებ. უკაი რა, ისედაც ონლაინ სამსახურს ვირჩევ, რომ დიდხანს ვიყავ და სულ ნუ დამტოვებ ამ ქვეყანაში. დარჩი. კაი, ახლა მომეყევი იმ ნაგავი კაცის ამბები. ვაი, რაღაცა მოგიყვა ის ნაგავი კაცის ტყორცნა პირდაპირ ნაგავში. სადაც იყო მაგის ადგილი. რა პოეტური ხარ, ჩემო სიცოცხლე. მარა შენ სახე უნდა გეღახა. აი იგი იყო ყველაზე მაგარი.
ეს ფოტოები რო დაინახე კონსტანტინე. ეს ბობოლაკა ჭხში დაპეტერებდა. იცი რას გქონდა. იქ ხო იცი დამტკიცებულია, ყველა მოძალადე არის შიშარა. ხო, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ მაგას ყველაზე მეტად თავის ცოლის ეშინია. და ეს ქონება რაც აქვს, თავის აგარაკები, ვილები, მანქანა, ასე შემდეგ. გონია რომ ამ ცოლის ხარჯზე აქვს ყველაფერი და მაგიტომაც ეშინია. ისეც რა, მაინც ხომ მოუწევდა ქონების გაყოფა თუ გაშორდებოდნენ. რა ვიცი რა თავში ხوخლე მაგასაც და თავის ცოლსაც. თავარია მე ვარ თავისუფალი და ძალიან ბედნიერი. აუ და კიდე რა დამემართარեցი? რა? ეს ხო ჩემმა უფროსმა მითხრა. და ქეთიც იქ იყო და აი რომ მითხრა იმ მომენტში ისე გამიხარდა რომ არ ქეთს არ ვიცი და არ ჩავეხუტა და აი ძალიან დავიბენი და აი ისეთი ხარხული მდგომარეობა იყო რომ გამოვიწე. ნუ ცოტა მომერიდა. რაღაცნაირი ამბავია, აი ყველა უხერხულ მდგომარეობაში ვართ. ო ელენა მეწოდება ძალიან რა. ნახვა მინდოდა და რამდენიც ეთერის არ დავარეკე, იმდენი მითხრა რომ ელენს არავის ნახვა არ უნდაო, თავის ცალი მოწყენილია. ხო, ელენა დაიჩაკრა ყველაზე მეტად. ძალიან. ელენაც და ქეთი ძალიან ცოტაა, იცი? ნუ კობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. სულ ვფიქრობ მაგ ამბავზე. ძალიან ადრე იყო. აი ეგ იყო, აი ძალიან ადრე იყო. ვიცი რა არის? როდესაც გიყვარს ეგ ჩემზე კარგად ვინ იცის. როდესაც შეყვარებული ხარ, ცოტა არაადეკვატური ხდება. ვეღარ ხედავ, ვეღარ გესმის და რაღაცებს აკეთებ, რომ არა, თან მთელი ცხოვრება მიყვარსო. ხო და ეგ არის ზუსტად უბედურება. რომ ძლივს შანსი გაუჩნდა. და ეს შანსი იყო ტრაგედია. ხო და ეგ არის. თორე ხა მარიამი და კობა რო დაშორებულიყვნენ და კობა ქეთისთან ერთად ყოფილიყო, მაგაზე ნამდვილად არ ვინერვიულებდი. ხო, მაგრამ იცი რა, მე მგონი ისედაც ცოტა ზედმეტი რეაქცია გქონდა. ჩვენი საქმე არ იყო, არ უნდა ჩავრეულიყავით ესე. ხო, მაგაში ალბათ გეთანხმები. I'll follow you. კასპერ, ხო, მე უნდა წავიდე რა რაღაც ერთი-ორი პატარა დეტალი დამრჩა, რომელსაც ხვალ გავაკეთებ. არა პრობლემა, ელენეს მინდა რომ დაველაპარაკო რაღაც რა. მიდი იქნება შემოირიგო რა. კაი, გახოთ რა. მომისმინე. თუ კიდე ხვალეც არ მოხვიდე და სადმე წადით ერთად გაისეირნეთ რა. არა, ეგრეც არ არის. კაი, წავედი. მედი შენც. There was nothing I could say to you that would let me through to the place I long to be behind your walls, just you and me, with nothing in between us. My definition of free. Think I scared you off the day we met. Just hadn't happened yet. But you soon would, and then you would surely let me go. ყველაზე საქმიანი ძმა მყავს მოკლედ რა. როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგი. მომისმინე, ზუსტად 5 წუთის საქმე მაქვს. ეხლა რაღაცებს ჩავხურავ და მე გავიდეთ ერთად ჭამოთ, კაი? აი რა, პარასკევს საღამოს საჭმელად ვინ დადის? მოიცა, პარასკევს საღამოს საზოგადოებას არ გშვიდება. კი გვშივდება, მაგრამ სახლში უნდა ჭამო პარასკევს და გახვიდე მე კლუბში ან ბარში, რა ვიცი. კაი, ბიჭო, რაღა დროს ჩემი კლუბები და ბარებია. კლუბში უნდა იარო შენ. თუ ჯერ არ გიშვებენ. ხო, არა, ჯერ ადრეა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენი კლუბი გავიკეთეთ, ძმაკაც აქვს სარდაფი. და იქ ვიკრიბებით ხოლმე თან ერთი მაგრა უბერავს. მაგარია. აუ, მამა ჩემს კითხეალა, ვერ იტანს იქ რო დავდივარ. დღეს 20 ლარიც არ მომცა, სნექების და თრევა მინდოდა, სუსხებს ამოაქვს და მიტყდება. მარინაც არ იყო სახლში, ვერ გამოვართვი. მერე მე აგრისთვისო. აი, შენ ფული როგორ უნდა გთხოვ? ხეულებრივად, შენ არ იყავი რო იძახდი, რომ კაია დიდი ძმა რო ყავსო? ხო, მაგრამ არავით არის, მაგრამ ბანკის ანგარიში ხო გაქვს? ჩაგირიცხავ რა, თორე ქეში არასდროს არა მაქვს. ლიმიტი მაქვს 5 ლარი და ვერ გამოგაკ. კაი, ეხლა დამელოდე. 2 წუთში მორჩები ზუსტად და აქედან რომ გავალ გამოვიტან და ქეშს მოგცემ რა. ძალიან ჯიგარი ხარ რა.
ეძინა ჩემ გოგოს. ადექი ჩემი საწოლიდან არ მინდა რომ აქიჯდე. კარგი მამიკო, აღონ 5 წუთი მინდა რომ დაგელაპარაკო. ადექი მეთქი. ხა კიდე გადი არ მინდა შენ დანახვა. უბრალოდ რაღაცა მინდა მამიკო რომ აგიხსნა. გადი მეთქი. ელენ. გადი თქო. აი აქ ვიდგები მამიკო და არ დაგელაპარაკები არა. გადი მეთქი არ მინდა შენ დანახვა. ვერ გიტან. მამიკო. არ გაგეთო და აღარ დამელაპარაკო არასდროს. Vinds gejuams easy